ეხლა მე აქ შევალ და კობახიძეს ვანახებ, აი ამ კითხვაზე პასუხს. არა, რა გაძვირდა? ნახოთ თუ რა ფასებია, რა გაძვირდა, რა გაიაფდა. ბოლოს ამ ყველაფერს ვიყიდით და ვნახავთ ჯამში რა დაგვიჯდება. თან იმედმაც გუშინ იგივე ექნა და ჩვენც შევადარებთ აქაურ ფასებს, ევროპის ფასებს. პირველ რიგში მოვიდით კვეთსთან, რომელსაც კობახიძე გვეუბნება, რომ თურმე 10 ცალი 4 და 60 იყის, მაგრამ დახლი გვეუბნება სხვა რაღაცას. 10 ცალი კვერცხი აგღირს 5 და 60-დან 5 და 85-მდე. ევროპაში 10 ცალი კვერცხის ფასი არის დაახლოებით 2 евро. ზეთი ღირს 6 ლარიდან დაახლოებით 8 ლარამდე საშუალოდ. ხო და ევროპაში ასეთი 1 ლიტრი ზეთის ფასი არის 1 евро. არაჟნის და ხაჭოს ფასი აქ მერყეობს 4-დან 5 ლარამდე. რა ვიცი, აი სოფლის ნობათი სარაჯანს ავიღებ, იმეროვალ დაამბრალოს პრეზიდენტს ირებსო სიძვირისთვისო. და ამაზეც გეტყვით, რომ ეს ევროპაში ღირს ასევე 1 евро. აქვე არის 200 გრამი კარაქიც, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ, რომ არის 11 და 60, სხვადასხვა გაძვირებული არის წინა თვეებთან შედარებით. ხო და ევროპაში ამას მაგალითად იყიდით 2 ევროთ. 1 ლიტრი რძე სოფლის ნობათის და სანტესი ღირს 5 ლარზე ცოტა მეტი. აქაც ფასში დიდი ცვლილება არ არის, არც ძალიან მომატებულია დაკლებული საერთოდ არ არის, მაგრამ ევროკავშირში ეს ღირს 1 евро. 800 გრამის სუპრემოს ბრინჯი, რომელიც, დიდად ხარისხით არ გამოირჩევა, ღირს საქართველოში, ახლა ფასდაკლებით არის 5 ლარი, მაგრამ ისე ღირს 6 და 7 ლარამდე. ევროპაში ამას იყიდი 2 ევროთ. გადმოვედით მაკარონთან დაახლოებით 500 გრამიანი შეკვრები, არ არის არც ეს გაიაფებული და ღირს 5 ლარზე მეტი. ამასაც ევროპაში იყიდით 2 ევროთ. 10 ლარიანი ხორცი არა. 10 ლარიანი ხორცი არ არის, ხო და რბილი ხორცი აი ეს ღირს 40 ლარამდე. ხო, ძვლიანი ხორცი ღირს 30 ლარამდე. 10 ლარიანი ხორცი არ არსებობს. გამარჯობა. მოვიხდი 50 ლარი, ხო ესე იგი. თუ რო გამოვდიოდი დავამატეთ პური და რედბული, რომელიც ევროპაში ღირს თითო евро და ჯამში გამოგვივიდა ეს ყველაფერი 50 ლარი. აი ეს ყველაფერი არის 50 ლარში, რასაც იყიდით. აი ეს ცოტა პროდუქტი საკმაოდ დამეთანხმებით ალბათ. ხო და რო შევადაროთ ევროპას, სადაც საშუალო ხელფასი თან არის დაახლოებით მინიმუმ 2000-დან 3000 ევრომდე, ეს ყველაფერი იქ მოგივიდოდათ 13 ევროთ. ხო და გამოსავალი არის ამ ყველაფერზე დღეგეს ისე შემცირება, როგორც ევროპაშია, რაც გამოიწვევს იმას, რომ ეს ყველაფერი გაიაფთება და აღარ ეღირება 50 ლარი, აი ამდენი პროდუქტი.